მოგესალმებით თურქეთსა ტელემაყურებლებო, გამარჯობა შუადღემშვიდობისა, დღემშვიდობისა. მეგატივს უყურებთ, ეს არის გადაცემა, რომელსაც ეწოდება შუადღე ქუთაისში. ერთგული ტელემაყურებლები კარგად ხართ ინფორმირებული ამის შესახებ, მაგრამ თუ კი პირველად გვიყურებთ, შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ, გადმოერთოთ მეგაზე და თვალყური გვადევნოთ ორშაბათიდან პარასკევამდე, სხვათა შორის 2 თებერვალია, ჩამოვიტოვეთ იანვარი, თავისივე დღესასწაულებით და განწყობებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვაზარმაცებს ხოლმე. იმედი ამხნეთ ხართ, ბედნიერ ორშაბათს, კარგ სამუშაო კვირას გისურვებთ და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ შმაგი სამხარეძე შემოგვიერთდა, რომელსაც მივესალმები და გადავხდი მადლობას, რომ მონაწილეობს გადაცემაში და ისევ და ისევ გვეწვია. შმაგი, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. განწყობა როგორია? დავით, ჩვეულებრივი, ნორმალური. როგორ გადააგორე იანვარი და მთელი გამოწვევები, რომელიც ახალ წელს და შემდგომ პერიოდს ახლავს ხოლმე თან? ალბათ ტრადიციულად, როგორც ყველამ, ესე იგი უფრო იანვრის თვე ჩემთვის არის მაინც უფრო რაღაცნაირად დასვენების პერიოდი, რომ ახალი იწყება და ასე ვთქვათ, ჩემს ნათესავებთან, ახლობლებთან ძირითადად და ესე გავატარე ეს როგორც ყველა. გული იჯერა ის დანაკლისები, რაც ქონდა გასული წლიდან გამომდინარე. კარგი. 2025 თავისუფლება მივცეთ, რომ 2025 წელი შევაჯეროთ და შევაჯამოთ თქვენი თვალით ანახული, თუნდაც თქვენ ცხოვრებაში რამე საინტერესო თუ მოხდა ან ისეთი იმედგაცრუება და გაწმილება, რომელმაც გაგაძლიერათ ან იდეაში უნდა გაგაძლიეროთ და იქ ქვეყნის მასშტაბით რა მოვლენას გამოარჩევდით? დიახ, ჩემი და რომ დავიწყოთ, ანუ პირველი ახლა ეს არის, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ბევრჯერ ასმახსნა თქვენი დაბრუნდი და აქ ვარ და აქ ვაგრძელებ ჩემს, ასე ვთქვათ, საქმიანობას. და ძალიან მიხარია. შემდეგ ანუ ზოგადად რო თქვა ძალიან რთული წელი იყო იმ მხრივ, რომ ჩვენ ხედავდით ნაბიჯ-ნაბიჯ თუ როგორ ნადგურდებოდა სამოქალაქო, ასე ვთქვათ, ინსტიტუტები, ხო? ანუ სამოქალაქო სექტორი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ამ წინააღმდეგობაში ვარ თან გაურკვევლობაში, თუ გაურკვევლობაში იმ მხრივ, რომ თითქოს და ბოლომდე ვერ ხვდებით საერთმინის ეს ყველაფერი. აი ხა გამახსენდა ის რო არის ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში პინგვინი რომ მიდის რაღაც მთებისკენ, ხო? და ეს ძველი ფილმი, ძველი დოკუმენტური ფილმიდან არის. თუ არ ვწდებით 15 წლის წინანდელი ფილმიდან და ეხლა გახდა რაღაც აი ამ იანვარში ახასიათებს იანვარს აი ესეთი ფიქრები, როცა ახალ სიახლეზე ფიქრობ, ძველს აანალიზებ და ანუ იქ არის ის თვითონ ეს ვინც ფილმი გადაიღო, ამბობს რომ დეზორიენტაცია დაემართავდა სინამდვილეში ის კი არ არის რომ რაღაცა გაიაზრა და ფილოსოფიურად წავიდა, უბრალოდ სიკვდილისკენ მიდის. არც თუ რა გინდა გითხრა. ეს იმიტომ თქვი რომ ანუ რაღაცნაირად აი ეს დეზორიენტაციის განცდას შეიძლება დავარქვათ ერთი სიტყვით გასული წელი, როდესაც არ ვიცით საერთოდ მივდივართ. ეს ალბათ შინაგანიც არის. ხუთგარეკანი არა. ჩვენს თავშიც რაღაც მსგავსი ხდება. შეიძლება მოქმედებს. ხო, აი, გადავხედოთ სოციალურ ქსელს. მე მგონი 24 საათიდან რამდენ დროს ატარებ ხოლმე სოციალში? მე მგონი დღეს ყველა ბევრი დროს ატარებ სოციალში. ხო, ანუ 24 საათსაც იყენებ ლამის, ხო, ძილი როარ შემოგეპაროს საჭირო. თან ჩემი საქმიანობიდანაც გამომდინარე უფრო მეტი მიწევს. აი, რომ გადახედავ ხოლმე კომენტარებს, დარწმუნებული ვარ კითხულობ და საზოგადოების განწყობებს და თუ გინდა სამოქალაქო სექტორს, რომელიც ასევე აქტიურობს, კარგად შეინიშნება იქ, ხო, კომენტარებიდან. აი, რა გვჭირს, ხო? ერთი დღე ერთი თემა გვაქვს გლოვისთვის ან სიხარულისთვის. შეიძლება 2 საათის შემდეგ სხვა იყოს. დეზორიენტაციაზე გამახსენდა, აი რა გვჭირს ჩვენ ადამიანებს ზოგადად? რა პრობლემის წინაშე ვართ და რამ განაპირობა ეს? დაგროვებულია და წინაპრებიდან მოდის და იფეთქა თავი და იჩინა თუ? ჩემი აზრით ანუ ეგ მოკავშირდება ზოგადად გარემოებას. ნახეთ ახლა არის ერთი მხარე შეიძლება იყოს აპოლიტიკური, მაგრამ გრძნობს თუ როგორ ჯვრდება ცხოვრება. და არის ის ბოლომდე რა ეშველება ამ პრობლემებს. და არის მეორე მხარე, რომელიც არის ამას პოლიტიკურად უყურებს და ამ ადამიანებს ასე ვთქვათ აქვთ ეს განგაშის ზარი, ზოგი პროტესტით გამოხატავს, ზოგი სხვაგვარად და ანუ აქვთ ესეთი განცდა, რომ აი ნახეთ ხა მარტივად რო შევხედოთ. ისეთი განცდა აქვთ, რომ არიციან მართლა არ ვიცი სად მივდივართ. იმიტომ რომ აქამდე დაუშვათ, ხო, რომელი მთავრობაც არ უნდა ყოფილიყო. ანუ ასე თუ ისე ხო ვიცოდით, რომ სადღაც ჩამოშორდით ერთ რაღაცას და სირთულეებით, აი შიდა რაღაც დაძაბულობებით რაღაცა მივდივართ, ხო? თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დაუშვათ ჩვენ ვიცით, რომ ასოცირებას ხელი მოვაწირეს, კანდიდატის სტატუსი მიიღეს, შემდეგ საფეხური იყო უკვე მოლაპარაკებების გახსნა და ანუ იმის თქმა მინდა, რომ
რა თქმა უნდა ხარ უნდა იყო სრულიად მიბმული იმაზე რომ რაღაც აღმოჩნდები და გეშველება მაგრამ ასე თუ ისე ვიცოდით რომ რაღაცნაირად რაღაცას ჩამოვშორდით და დამოუკიდებლობის ნიშნები და ინსტიტუტები გაჩნდა და მივდივართ სადღაც ოჯახში რომელიც არის განვითარებული და ეს შეიძლება ახლა გააზრებულად და ჩამოყალიბებულად ესე ყველას არ ქონდა მაგრამ ეს განცდა იყო საზოგადოებაში რა ასე თუ ისე ვიღაც ემიგრაციაში იყო დროებით რომ რაღაც პრობლემები დაეფარა მაგრამ დღეს უკვე ეს ყველაფერი მოიშალა განსაკუთრებით გასულ წელს და აღარ ვიცით ზოგადად ანუ რა რეალობაში ვართ რა ხდება მსოფლიოშიც რთული სიტუაცია არის და აქედან გამომდინარე მოქმედებს ადამიანების განწყობაზე ანუ ჩვენ რა განწყობებით მსოფლიოშია ავტომატურად მიბმულები ვართ თუ შეგვიძლია რაღაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება ისეთმა ქვეყანამ დასუსტებულმა ხარიბმა მიიღოს გადაწყვეტილებებიდან დავდგეთ მაგაზე არის ჩემი აზრით იერარქია აი ხა მეც პოდკასტები დავიწყე ვიცი ყველას პოდკასტი აქვს რა თვით ხარ ხოლმე დაკლები ხო და ანუ არის ესეთი ლოგიკა რა მარტივი ლოგიკა რომ საქართველოს რეგიონი და მსოფლიო სამ ბლოკად არის და ხატო ამოფამას ანუ მე ზოგადად ვარ დემოკრატიის მომხრე და მჯერა რომ ყველაფერი მოდის ქვემოდან ზემოთ ამიტომაც ამ შემთხვევაშიც ეგრე ვფიქრობ რომ კი ზოგი ამბობს რომ სიტყვაზე სოფლიოში რაც ხდება მე ეს არის რეგიონში და მე გადმოდის საქართველოსზე მაგრამ მე მაინც ვემხრობი რომ ეს ხალხიდან მოდის იმ სოფლიოშიდაც იმ ქვეყნებშიდაც რაღაცა ეტაპზე რომ მიდის საზოგადოება სხვა რაღაც მოთხოვნა აქვს ყველას თავისი განვითარების ლოგიკა აქვს და ეს მე აისახება ერთმანეთთან რა ვიცი ან მოლაპარაკებებში ან დაპირისპირებაში ან კიდე სამწუხაროდ ომში ხო ამიტომაც მე მგონია რომ ახლა ჩვენ შემთხვევაში ეს განწყობები მაინც ქვემოდან იმიტომ მოდის რომ საზოგადოებას აქვს ასეთი განცდა ნახეთ ახლა ემოციური არის ხო რამდენი რამ მოხდა სადღაც 150 წელში ამდენი რევოლუციები დაპყრობები რა ვიცი ამდენი ცნობილი ადამიანი დაახვრიტეს მე თითქოს და დამოუკიდებლობა სამოქალაქო ომები რევოლუციები და რაღაცნაირად ეს ანუ მოქმედებს ადამიანზე და ერთადერთი სურვილი რაც ყველა ადამიანს გააჩნია ვინც არ უნდა იყოს რომელიც მოქალაქეც არის ის რომ ცხოვრობდეს თავს გრძნობდეს თავისუფლად ცხოვრობდეს სიმშვიდეში და ასე ვთქვათ თავს გრძნობდეს რეალიზებულად და კონდეს რაღაცა აი თვითონ რა რესურსაც დებს კონდეს შესაბამისი ანაზღაურება ამიტომ ეს ამის განცდა ამდენად არის საქართველოში რა ვიცი რა მგონი არ არის ამის განცდა რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვაკეთოთ ჩვენი საქმე და კონდეს შესაბამისი ანაზღაურება ამიტომაც ეგ მოქმედებს ადამიანის და ესეც საჭირო თემას შეეხე რომელიც ალბათ ცევდეს გვრის ყველას ხო კი ეს მოქმედებს ძალიან ადამიანებზე შმაკი ისეთ პატარა ქვეყანაში მცირე რიცხვს გულისხმობს როგორც ჩვენ ვართ ხო აი რამდენად და რა იწევს და ვინ იწევს იმას რომ აი ისე ვართ დაგასაქსული რომ აი მართლა ვიღაცას ევროპა უნდა ვიღაცას საბჭოთა კავშირის მისტირის ვიღაც ფიქრობს რომ არც ერთია საჭირო არც მეორე და რატომ არ შეგვიძლია ჩვენ დამოუკიდებლად ვიარსებოთ ანუ რა ძალებით ხდება ეს რა შეიძლება ოჯახურ კონფლიქტამდეც კი დავით და არა თუ რაღაც ქუჩაში ესე რომ თქვა ეწოდებული გარჩევები და ზოგადად ამას ქმნის ნებისმიერ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური გარემო და პოლიტიკური ცენტრები ახლა მაგალითად სიტყვაზე თუ კი ჩვენ ვიცით რომ გარემო არის ისეთი სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად აწარმოონ პოლიტიკური საზოგადოებრივი საქმიანობა და ამის გამო არ იყოს სიძულვილის ობიექტი და არ იყოს ასე ვთქვათ არ განიკითხებოდეს იქნებოდა ჩვეულებრივი გარემო. დავუშვათ ახლა აი როგორ გითხრათ ძალიან მომწონს დეჟავიუ მაქვს თქო სულ ვიმეორებ ესე იგი რუსეთში იწყებოდა მახსოვს 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ესეთი დებატების ფორმატი. და იქ იყო აი დავუშვათ მარტივი სქემა რა ეს წამყვანი შემოდის არის ერთი მხარე მეორე მხარე არის საჯები არიან საჯები და არის მაყურებელი რომელიც ხმას აძლევს იყო პირველი რაუნდი მეორე მესამე ანუ იქ ისეთი გარემო იქმნებოდა რომ ყველა ადამიანი გამოთქვამდა თავის აზრს მე ამას გარედან აფასებდნენ და რაღაც ამის თქვა მინდა და მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩაკლეს იქ და დეჟავიუს იმიტომ ახსენე რომ ჩვენთანაც დაახლოებით აი ეს ამ თემით დაიწყო ეს წელი რომ აი ფასები და დებატები ხო სულ ამბობ რომ პური და სანახაობა ძველი მეთოდი არის თუ როგორ უნდა აკონტროლოს საზოგადოება ხო როცა პოლიტიკური ცხოვრება ყვდება ყველა ხელისუფლება ამას მიმართავს ეს არ არის ახალი ამიტომაც ანუ ეს რუსთავი ორზე იქნება მარტივი ტრიოკიც არის კი ესეთი მარტივი მუშაობს კარგად კი მუშაობს იმიტომ რომ ადამიანების ყურადღება გადააქვს რეალური პრობლემებიდან და თვითონ ეს ფილოსოფოსი ვინც თქვა ეს ხო ძველ რომში თქვა
ეს ამბობდა იმას, რომ რატომ ყავს სამწუხაროდ ადამიანებიო, რაღაც ეტაპზე დათანხმდნენ იმას, რომ ელემენტარული სურსათი თუ კი სახელმწიფო მიცა, ელემენტარული სურსათი ან იმიტაცია შეუქმნა და რაღაც დიდი შოუ დაუდგა, ადამიანებს რაღაც დიდი პერიოდი ყურადღება გადააქვთ რა მოსახლეობას. ჩვენთანაც ხა იგივე პრობლემაა, სულ საუბრობენ ფასებზე, დებატებზე, ამ ყველაფერზე, მაგრამ რეალურად ვიცით, რომ ეს არის დებატების შემთხვევაში არ არის, ასე ვთქვათ, ტრადიციულ ფორმატს თავაზობენ, სადაც თვითონ კომფორტულად ზნობენ თავს და არ არის, ასე ვთქვათ, მეორე მხარე. ჩანს მარტო ის მხარე, რომელიც არ ეხება ძირეულად რაღაც საკითხებს. მაგრამ ეს ჩვენი მაინც გამარჯვება დებატებს სავაშკარებთ. ანუ ჩვენთვის რიგითი ადამიანებისთვის ანუ. ხო, კარგად მუშაობთ. ვიცი ხა აპოლიტიკური უყურებს, ხედავს რომ აი რაღაც ვიღაცების რაღაცაზე კამათობენ. ხო და ეს კამათი შეიძლება შეეხოს ყველაფერს, მაგრამ არა იმ წერტილს, საიდანაც ეს პრობლემები მოდის. და საიდანაც თუნდაც ფასების ზრდა არის მარტო. ხო, ეს თემა, რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნისთვის არის ზედმეტად მტკივნეული. ფასების ასე ზრდა, თუმცა იქ ხედავთ ხო ქართებს სოციალურ ქსელში, რომ მთავრობამ უპრეცედენტო ბრძოლა გამოუცხადა ფასებს, რეგულაციას, ამას აზიარებენ ასევე ჩვენი იქმედითი პოლიტიკოსები ქართული ოცნების წევრებზე სოციალურ ქსელში, ძალიან დიდი ზარზე იმით, სად გაქვთ განცდა რომ ხო, სად გაქვთ განცდა თქვენ რომ ფასები დარეგულირდან, დაიწია რაიმეზე თუ გქონდა ესეთი ბედნიერი ფაქტი, გაგვიზიარეთ ძალიან. არა, რა თქმა უნდა და ეხლა რო გავიდეთ ქუჩაში, ნებისმიერ ადამიანს შეხვდეთ, იტყვიან რომ ეს არის ტყუილი. ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ და დავდივართ და ყველაფერს ხედავთ. მან არის აი ფასებზე რო თქვა, ეხლა რო შევაჯამოთ, არის რამოდენიმე ასე ვთქვათ ფაქტორი, რაც მიზეზი, რაც იწვევს ამ ფასების ზრდას. ხო და ეს ჯამში რო შევხედოთ, ანუ ძალიან რო გავამარტივოთ, არის ის, რომ ძალიან დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს იმპორტი ძირითადად ხორციელდება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არის турბულენტურ პოლიტიკურ სიტუაციაში. ძირითადად იგულისხმება ჩვენი რეგიონის დიდი ქვეყნები. რა ვიღოთ თურქეთი, რუსეთი და ხა ირანში რაც ხდება, იმასაც ვხედავთ. სხვა შორის იზრდება იმპორტი ირანიდან. ნახეთ ხა რა ხდება, ანუ რუსეთში და პირდაპირ აწესებენ პროდუქტებზე, ექსპორტზე აწესებენ გადასახადს. იმიტომ რომ სახელმწიფოს რომელსაც თვითონ დღე გაზარდეს 24% თუ არ ვთქვი ბოლოს 18 იყო 20 22 24-ზე ავიდნენ და შეიძლება ხა არ შემოწმებია ეს დღეები, მაგრამ შეიძლება 30-ზე ავიდნენ. ანუ ის თქვა მინდა ქვეყანა რომელიც არის ომში და არის იზოლაციაში და არის სანქცირებული, იმ ქვეყანას თუ კი შენ აბამ საკუთარ ბაზარს ფაქტურად ამ ინფლაციის იმპორტს ახორციელებ დამატებით იმ პროდუქტს. ჩვენ ახლა ხორბალი შემოდის რუსეთიდან. პურის ფასი ახლა როგორ უნდა განისაზღვროს, ხო? განისაზღვრება აქ ეს არის მარტივი რაღაცა. მეორე მხრივ თურქეთში და ძალიან დიდი ინფლაცია არის და ეკონომიკური რხევები, ხო? იგივე ხდება ირანში. ამიტომაც ახლა ჩვენ ეს ახლა ერთი საკითხი არის იმპორტი, ხო? ამას ებმება მერე მონოპოლიები, ებმება ის, რომ რაღაცა ეს დისტრიბუციები, რომლებიც გადახედოთ ამ ადამიანებს, არიან ძალიან კარგად კომფორტულად ამ სისტემასთან, ხო? თითქოს და ტელევიზიებში იკითხავენ მათ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინ არის, ხო? ახლა რო გადახედოთ გვარებს და იმას, ამაზე ბევრი ჟურნალისტური გამოძიება არსებობს და ანუ ამას კიდე ემატება ის, რომ ბოლომდე ჩაკლეს რატომღაც ჩვენი პოტენციალის დონეზეც კი ჩვენი წარმოების, ანუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების და გადამუშავების პროცესი და ახლა მარტივად ახერხებენ ამას ქვეყნებში. ახლა ატომ არ უნდა იყოს მაგალითად დასავლეთ საქართველოში, ატომ არ უნდა იყოს სხვაზე ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც უხვად არის. რაღაც ზონეზე მაინც რომ შესაბამისი კრედიტები, რაღაც ტექნიკით დახმარება. მაგრამ ის რისი წარმოებაც ხდება, მათი რეალიზება ხო დაბალ ფასებშია სოფლის მეურნეობას გულისხმობ. როგორ? ის რისი წარმოებაც ხდება, ხო, დასავლეთ საქართველოში, მათი ფასები ხო დაბალ ფასებში ხდება მისი გადანაწილება. ხო, ახლა მათ უბრალოდ უჭირთ კონკურენცია თურქეთთან. მაგრამ აქ არის კიდე მეორე საკითხი, რომ ჩვენ გვაქვს შავი ზღვა. ახლა როგორც ტრამპი ამბობს, ხო, ჩვენ გვაქვს შვენიერი ოკეანე, შვენიერი ზღვა გვაქვს გასასვლელი მსოფლიოზე, ხო? გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება ჯერ კიდევ ევროპასთან. DCFTA ხელშეკრულებები და ჩინეთთანაც მოვაწერეთ, ინდოეთთანაც თუ არ ვცდები, იყო ამაზე საუბრები და დიდ ბაზრებზე რა და რისი თქვა მინდა. ანუ წარმოგიდგენთ, ახლა ჩვენ რო რაღაც დონეზე მაინც მოვახერხოთ ჩვენი პროდუქციის დახმარება, წარმოება და ამის შემდეგ გადამუშავება და გატანა დიდ ბაზრებზე, ეს ერთი. მეორე, ადგილობრივ ბაზრებზე მათი სასათბურე პირობები შექმნა. რომ ეს კარგად ასე თუ ისე კონკურენციას გავუძლოთ, ხა მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ რაღაცნაირად დავაწესოთ ასე ვთქვათ, დიდი გადასახადები იმპორტზე.
ეს მიდგომაც არსებობს, მაგრამ ამას მეორე უკვე ეფექტი აქვს. მაგას არ ვსაუბრობ, მაგრამ შეიძლება დაეხმარო შენს ადგილობრივს, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ მარტივად ხა ადამიანებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს პროდუქცია არის უფრო მეტად ხარისხიანი, ადგილობრივი, არის ეგეთი განცდა. მე მაგალითად მაქვს ესეთი ყველაში არის, ხო, თუ ვიცოდე, რომ აი აქ ამ ბაზარში იყიდება ადგილობრივი პროდუქცია და არის ნატურალური, ხო? ეს ნატურალური. ყველა მაგას ვიყენებთ, ანუ ვიცი რომ იქ წავალ და ვიყიდე. ხო, მაგრამ მაინც არ უნდა ვენდოთ, ხო, ეს ახლა შეიძლება. ხო, ეს სხვა საკითხია. გულზე გვხვდება რომ რაღაც ჩვენთან არის ნაწილი. მაგრამ ამას კონტროლი ჭირდება და ანტიმონოპოლიური სამსახურები ჭირდება და ესენი ყველაფერი ამათ ხელშია და. ყველაფერი ძალიან მარტივი არ არის, მაგრამ როგორც ვთქვი, არ ძალიან რთულია. რა გვაშორებს ამ თავარი არის ნაბიჯების გადადგმის. კი, პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება არის თავარი და დაკავებულები არიან სხვა საკითხებით. ახლა ნახეთ ფასებში და კიდე რა მოქმედებს, ხო? ანუ რო გადახედოთ საკანონმდებლო ინიციატივებს, ასე ხა ესენი აკეთებენ. ანუ ძირთადად მარტივად გაგიშდება განცდა, რომ დაკავებული არიან მსხვილი ბიზნესით. ხა მაგალითად აი ოფშორული კანონები, ახლა ნახეთ ევროპაში მაგალითად არის ესეთი რაღაცა, რომ საბაზისო პროდუქციაზე დღგ არის დაწეული. თუ არ ვცდები საფრანგეთში 5-დან 7%-მდე არის, ანუ იმ პროდუქცია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად მოვიხმარებთ, აი ეს ზუსტად პური, ხო? რეალურად რაც უნდა იყოს, ხო? ამ პროდუქტებზე არის დღგ დაწეული და არის ხელშეწყობა ადგილობრივი წარმოების და ასევე იმ ბაზრებიდან შემოტანის და ანტიმონოპოლიური სამსახურები არეგულირებენ ამ ყველაფერს, ხო? ეხლა ანუ ჩვენთან ანუ ამ მიმართულებით, ხო, ანუ პოლიტიკური ნება რაზე დაუწიეს, იცით, აი თუ გამოიცნობთ, რაზე დაწიეს გადასახადი რის იმპორტზე. ერთადერთი რაღაცაზე. ალბათ რაც ძალიან საჭირო არ არის, მას გულისხმობ, ნიშნის მოგებით მეკითხები, არ ვიცი. ოქროზე. ოქროს ლოდებზე. თქვენი აზრით ოქროს ლოდების შემოტანა ჩვეულებრივი მოქალაქეს შეუძლია? გონიურულია. ახლა წარმოიდგინეთ, ანუ ახლა სიტყვაზე ვიღაცებს, ესე იგი რაღაცა ოფშორული კანონები მიიღეს, რაღაც ფული ტრიალებს, რაღაცები ბრუნავს და ვიღაცას ზედმეტად დააწვა გადასახადები, რომ აი ზედმეტი არ გადაეხადოს ამ ოქროს შემოტანაში, ხო? იმიტომ რომ ეშინია უკვე რომ აქ შეიძლება აქაც მოხდეს ჰიპერინფლაცია, ეს ფული რომელიც ადრე იყო, ხო, ბაბუაჩემი ამბობდა, რომ მე შოკებით ხონდა ხალხს, საბჭოთა კავშირის ბოლოს უკვე რა, ეს კორუფციული ფული, თანხები, ხო და ამათაც ახლა ეს მეშოკები დააგროვეს, ვიღაცები ვიც ამათ იდეაში არ ჩაждდა და ამათ სოფხედველობაში დაიჭირეს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ვინც არ დაიჭირეს, რამდენი აქვს ეს ყველაფერი სახში და ამიტომ ძალიან უფრთხილდებიან და იქ სადაც თვითონ ჭირდებათ ეს გადასახადები ამ დეპუტატებმა, რომლებიც 30 დეპუტატია, მგონი თუ არ ვცდები, მილიონერი ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ხო? ანუ თვითონ ჭირდებათ უკვე უფრო მყარი ვალუტა და რატომაც არა ოქროებს შემოიტანენ, მაგრამ ახლა რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემებს, თავარი არის პოლიტიკური ნება. როცა იქნება რეალური პოლიტიკური პროცესი, ხო? ამ ყველაფერზე ხო ჩვენ ვილაპარაკებთ, ვისაუბრებთ. აი განა სადმე როდესმე გვითქვამს, რომ მაგალითად მე ან სხვა ადამიანებს არ გვაქვს სურვილი, რომ მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში. რეალურ პოლიტიკურ დებატებში და ამ თემებზე ვისაუბროთ. არ გვინდა ხა იმაზე საუბარი, რომ ვინ რა დააშავა, ვინ რა ან რეალურად რაც მე მაინტერესებს და მეხება და ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ეხება, ამაზე გვინდა საუბარი. იმიტომ რომ მართლა ვგრძნობთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ამ турბულენტურმა ბაზრებმა, რუსეთი, თურქეთი, ირანთან არის ამხელა შეიარაღება მიყენებულ. თქვენ წარმოგიდგენთ, ხა მარტივი რაღაცა რომ მოხდეს იქ რაღაც, ომი დაიწყოს, ხო? ჯერ ერთი სამდენი ისამოვა მიგრაცია. და მეორე, ანუ როგორი მოქმედებს ჩვენს რეგიონზე, ხო, ეს ყველაფერი. და მე კიდევ ხედავთ, რომ ეს ომი უკრაინაში არ მთავრდება, ხო, გრძელდება, მე-5 წელია უკვე, რაც 4 წელი სრულდება, შესრულდება თებერვალში და მე-5 წელია რაც გრძელდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის, ასე ვთქვათ, რუსულ პროდუქციაზე ფასებს. ესენი ჯიუტად ჩვენ სად ვართ ამ დროს? ესენი ჯიუტად ჩვენ სად ვიქნებით ამ დროს? ხო და ჩვენ აქ ვართ ამ რეგიონში და ესენი ჯიუტად ასე ვთქვათ რუსეთის შიშით თუ საკუთარი დაგროვებული ფინანსების გადარჩენის შიშით არ ვიცი, ან შეიძლება ორივე ერთად, მაინც რატომღაც აი აქტოვებენ და ჩვენი განგაში ის არის რომ ხوار ცადოთ ის ასაკეთებენ სხვები, ხوار რა ვიცი ხა ევროპელები იყვნენ ჩასული ინდოეთში და ლათინურ ამერიკაში. იქაც ხელი მოაწერეს ვაჭრობას და პროდუქციის მიმოსვლას, ხო? რა ვიცი ხა მთელი მსოფლიო იმაზე ზრუნავს რომ საკუთარი პროდუქცია სად გავიტანონ და ჩვენ ეს ღვინო რომელიც ემბარგოს მეხსიერება გაგვაშნია, ხო? თუ არ ვცდები 75% ბაზარი ექსპორტის მიაბეს რუსეთს, სადაც ერთი ბოთლი საშუალოდ ღირს $2.50. ევროპაში ღირს ჩვენი ესეთი კატეგორიის ღვინო დაახლოებით $5-დან $7-მდე. და ამერიკაშიც რა, ხა ისე თქვა მინდა, ხო შეიძლება რომ ვცადოთ, რომ რაღაცნაირად აი ეგ ამდენი საელჩოები რო არის,
ამდენ რაღაცაში რო ასპონსორებენ საკუთარ პოსტერს და რაღაცებს, იმ საერთოდ რომ მოთხოვოთ დიასპორებს, რომ გაარეკლამონ, ასე ვთქვათ, ჩვენი პროდუქცია რაღაც ღონისძიებები ჩაატარონ, რომ ასე ვთქვათ, გაჩნდეს წარმოადგენა, რომ აი საქართველოში არის ასეთი ღვინო, ასეთი ტრადიცია და გავიტანოთ. რატომაც არა, ანუ მთელ მსოფლიოში ასე ფიქრობენ სხვა ქვეყნები, რომ რეალურად საკუთარი მოსახლეობა არ ამყოფენ წნეხი და მე ისეთი განსამიშლება, რომ ამათ იგრძნეს ყველაზე ცუდი რამ. ეს არის ის, რომ ამათ მიაჩნიათ მართლა რაც უფრო ღარიბი იქნება მოსახლეობა, იმით უფრო მარტივად მართლა. იმიტომ რომ საუკუნეები, ფეოდალიზმი და მანამდე ესე ემართებოდა ხოპური სანახაობა, ღარიბ მოსახლეობას და იყო ელიტა. და ხა ესენი უკვე გადავიდნენ რამოდენიმე წელია გადავიდნენ ელიტიზმის ფაზაში. თვითონ ცხოვრება ახლა რო გადახედოთ, მათი ცხოვრება როგორი არის, ყოველდღიურობა და პრობლემები, ხო? თუნდაც Instagram-ზე რო შეამოწმოთ მათი ოჯახის წევრების ვოიაჟერი. რომ ნახოთ ეს ყველაფერი ხო, სულ სხვა პრობლემები აქვთ. ჩვენ ახლა აგერ ახლა უნივერსიტეტზე დაფიქრდნენ თითქოს და ხო აერთიანებენ რა სისულელე გააკეთეს. ხო და საკუთარი შვილები რო გადახედოთ, ხო არც ერთი არ არის, არც ერთი, აი ვიცი, იშვიათი გამონაკლისის გარდა შეიძლება რომელიც არც ვიცით, განახოთ ამ მინისტრების და დეპუტატების ეგრეთ წოდებული მინისტრების შვილები თვითონ საკუთარ შვილებს ასწავლიან ევროპაში, ამერიკაში და ჩვენ გვგონებიან რომ ეს რა ქვია, ჯარში არ დადიან, არ მსახურობენ, ესე იგი ფუფუნებაში ხო და ჩვენ აქედან მოძღვავენო თითქოსად გადაღამეს ზრუნავენ უნივერსიტეტის რეფორმაზე და განათლებაზე ჩვენს ქვეყანაში. ხო, უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს როგორ აფასებთ თქვენ? რა ვიცი ხა ეს რა შევადარო არც კი ვიცი ხა შემოვიდოდით იქ ვახს ხუმრობა იყო ხო შოპუტინსკიზე იყო ხუმრობა. ხა იგივეა რომ ახლა ACDC და შოპუტინსკი რო გავაერთიანოთ, აი თქვენ არის დასიმღერასწრები. ACDC რომელია აქედან ამორიდან? ამორიდან? ხო, მაინტერესებს. არა, ამ შემთხვევაში არც ის არ დავაკნინებ, ახლა ცუდად გამომივიდა, მაგრამ ეს თქვა მინდა იცით რომ ნამდვილად ჭირდა, ანუ ორი სხვა ფილოსოფია უბრალოდ. მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის ჩვენ ვიცით რა ნიშნავს ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმიტომ რომ ეს არის ეროვნული პროექტი. ჩვენ ვიცით რომ ქუთაისიდან, რეგიონებიდან, რაც კი ბოლო კაპიკები იყო, თელმა ერმა ააგროვა და ააშენა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიდანაც გამოიზარდა ჩვენი პირველი რესპუბლიკა სახელმწიფო, რომელიც სადაც იყო ქართული ენა, ქართული მეცნიერება და ასე ვთქვათ ეროვნული შეგნება, ხო, ცნობიერება. ხალიფდებოდა აი ამ ბუდი არის, ანუ ეროვნული პროექტი არის ჯავახიშვილი. მაგრამ პარალელურად რაც ახლა სხვა არის ეროვნული პროექტი, ყველგან ეგრე არის. მაგრამ პარალელურად ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც აკეთებენ რაღაც ტექნიკურ საკითხებს, ხო, ტექნოლოგიებში, სხვადასხვა ყოველდღიურ, ანუ ასე ვთქვათ, ვიწრო სპეციალობის ადამიანები, ხო? ამისთვის არის გაკეთდა ეს ტექნიკური უნივერსიტეტი. ხო და ჩვენი ახლა ამოცანა ეს არის, რომ განსაკუთრებით დღეს, რომ ეს უნივერსიტეტი გაძლიერდეს. ანუ საუბარი, რა თქმა უნდა, ეს თესევ უნდა დარჩეს ეროვნულ პროექტად და ეს უნდა იყოს ძირითადად ჰუმანიტარული მიმართულებები არის, ხო? მაგრამ რაც შეეხება ასე ვთქვათ, ტექნიკურ უნივერსიტეტს, ეს უნდა გახდეს მეორე ეროვნული პროექტი, რომელიც ჩვენ ასე ახლა საუბრობთ, ხო, ფასებზე, გადამუშავებაზე, ამ საკითხებზე, რომ მოამზადებს კადრებს, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი, არ მხოლოდ შიდა ბაზარზე. ამ უცხოურ შემოსვლას არამედ პირიქით მეტი ამბიცია უნდა დავისახოთ, რომ ჩვენი რაღაც ნაკეთობები ან რაღაც ჩვენი რესურსი, ადამიანური რესურსი რაღაცა შევძლოთ რამენაირად თერმა მსოფლიომ გამოიყენოს, ხო? პროგრამირებით ადამიანები სახლიდან გაუსვლელად აკეთებენ ამდენ თანხას. ახლა რო შეხედოთ ამ პარტივი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ახლა თქვენ არ ვიცი მე არ მახსენდება დღე რომ რაღაცა მაინც არ ვკითხო ხელოვნურ ინტელექტს, ხო, რაღაცას დაკავშირებით სიტყვაზე რა, რა ვიცი, ამინდი. ბოლოს რა დაეკითხა მითხა? ბოლოს რა დაეკითხა? აუ ახლა ვერ იხსენებ, ეს არ გეკითხე. აუ გამახსენდება და გეკითხე რა. არ გაგიშვით ისეთ არ გაგახსენდება და აი ეს გაერთიანება მაგალითად რა შეუშლეს ხელს? ან გადაწყვეტილება რატომ იქნა მიღებული? ისევ ყურადღებას გადატანა ერთი საკითხიდან მეორეზე თუ აი რა? ხოდაშორის აქ არის კიდევ ერთი ეჭვი და აბა გისმენ. კარგია რომ ეს პირდაპირ ეთერშია. თუ გამართლა მე ამას ამოჭრი. აბა გისმენ. და ჩემთანაც დავდე ბევრი გავაცერი ყავს. ნახეთ ანუ ესენი ხო ამბობენ რომ ქუთაისის ჩდება და გუშინ დაფიქრდი ამაზე ასე ვთქვათ უფრო სერიოზულად რა. სადღაც იყო ნახსენები რომ ქუთაისში უნდა 30000-ამდე სტუდენტი შემოყვანა, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება, მე რაღაც გადაცემას უყურე, სხვადასხვა ჩაიხანას ამაზე კვლევა, არც ვიცოდი. თუმცა აღმოჩნდა რომ ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოფილა SIPI, სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა, კერძო მეგონა ყოველთვის
მეგონა რომ აკაკი არის სახელმწიფო ეს სახელმწიფო ყოფილა და იქ არის დამატებული სხვადასხვა მიმართულებები, ახალი მიმართულებები. ან ახლა რა ხდება შეიძლება თქვენ ესეთი რაღაცა. აი თბილისი არის TSU და ეს ქუთაისი არის ტექნიკური. და შეიძლება ეს სტუდენტები რომლებიც იქ აბარებდნენ ძირითადად ხო თქვენს რომ ერთი მიმართულება, ერთი პროფესია და ერთი ფაკულტეტი, ხო? შეიძლება ეს ტექნიკური მიმართულება მთლიანად გადმოიტანონ ქუთაისზე. არ არის გამორიცხული და ეს უნივერსიტეტი, ასე ვთქვათ, გააფართოვა. არ არის პრობლემა, ასე ვთქვათ, მაგამდე თუ მივიდნენ, ეს თუ მართლა რეალურად გააკეთეს, მაინც პრობლემას ვხედავ, იმიტომ რომ უნივერსიტეტი, რომელსაც 104 წელი აქვს ისტორია, 1922 წლიდან ითვლება, ხო, ის ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის უნდა დარჩეს. ამაზე ვარ 100%, მაგრამ თუ ეს უბედურება გააკეთეს, ამათ ტექნიკური მიმართულება გადმოიტანეს ქუთაისზე, მაშინ აქაც ბოლომდე უნდა გავყვეთ, თუ როგორ აღასრულებენ ამ ყველაფერს. იქნება თუ არა მართლაც ტექნიკური, რამდენად ასე ვთქვათ, იქნება ეს პროფესორის დონეზე, სწავლის დონეზე, ხარისხის დონეზე, რამდენად წარადგება ამ ჩვენს ეკონომიკას და ამ ყველაფერს. ნახოთ, როგორ გამოვა. როდის გამოიკვეთება ახლა ეს თქვენი გონივრული, ანუ შეიძლება არა გონივრული ეჭვები არ ვიცით, მაგრამ ხდება ხო? კარგი იყოს, არსებობის უფლება აქვს თქვენგანაც. რაც შეეხება შეკითხვა ხელოვნურ ინტელექტს. არ მოვიდა კიდე გონივრული. ცება, ახლა რო გითხრათ, პირდაპირ გუშინ ვაკეთებდი, გუშინ ავტვირთე პოდკასტი. დიახ. კი გამახსენდა. ანუ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ძალიან კარგად დააგენერიროს, დაუშვათ გარეკანის, ხო? ახლა პროგრამისტი არ ვარ. და ახლა ის მაგალითად რო YouTube არხზე რაღაც cover-ი ფოტო გავაკეთო, ანუ გადაცემის, ხო? მაგას მე თვითონ ვერ ვაკეთებ პროგრამებში, ანუ ეს სკილები არ მაქვს. ამიტომ ვეკითხები, რომ აი ეს სურათი არის, თუ შეგიძლია აქედან გააკეთო, რაღაც გარეკანის ფოტო მჭირდება და გუშინ ეს გამიკეთა, დავადე. ფილიტრში? ხომ არ გაგაბრაზა? არ გადაკეთე. კარგი. ერთ-ერთი აქტიური თემა, რომელიც სოციალურ ქსელში, ნუ ყოველ შემთხვევაში გუშინ იდგა დღის წესრიგში და დღეს აღარ გადამიხედავს, ეს იყო გუბერსკის ციხე, მოდი ქუთაისშიც გადმოვიდეთ და ამ საკითხს შევეხოთ. ძალიან პრობლემური საკითხია და დავიწყებ იქიდან, რომ ახლა აი რა მესეჯ ბოქსები ჩაუშვეს ხალხში რა. პირველი რაც შეხვდა, ეს არის დაწყევლილი ადგილი. ანუ ყველა წერს დაწყევლილი ადგილია, მაგრამ ბევრი ადამიანები არიან სპიჩდნენ, აწვალებდნენ, აწამებდნენ ასე შემდეგ. ხო, ანუ ბევრიც გარდაიცვალა და ანუ ეს უნდა აღიგავოს პირისაგან. ერთი ეს ნარატივი არის, მეორე ნარატივი ის არის, რომ ახლა რადგანაც ეს დანგრეული შენობა, ხო, ანუ მან იქნება корпуსები და რაღაც შეემატება ახალი, ასე ვთქვათ, სიცხლე, ხო, ამ უბანს და უფრო ცენტრისკენ მივდივართ, ანუ ეს ლოგიკა აქვს და კიდე არის რაღაცები, რასაც ახლა ნელ-ნელა, ხო, ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგას აქეთან ხრიდან ის უპასუხეს, რომ თუ დაწყევლილი ადგილია, მან ვინ იცხოვრებსო. ხო და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მაგასაც მოიფიქრებენ, იმას გაასუფთავებენ, მოიყვანებენ ეკლესიას, დალოცავს და აი ახლა უკვე შეიძლება რომ იცხოვრდეს. რაღაცას მოიფიქრებენ, პრობლემა არ აქვს, ანუ ბიზნესი მაგას ახერხებს. მაგრამ ახლა სერიოზულად რო შევხედოთ ამ საკითხს, ხო, აი ნებისმიერ ახლა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყანაში და თუნდაც განვითარებად ქვეყნებში, ხო? როცა რაღაცა საკითხი ეხება რაღაც კონკრეტულ ისტორიას, თუნდაც ისტორიას არ ეხება, მაგრამ აქვს რაღაც პროფილი შენობას. და არის ეს პროფილი ჯდება რაღაც კონკრეტულ ეპოქაში, ხო? ამას ცდილობენ, რომ შეუნარჩუნონ ფასადი მაინც. ახლა მაგალითად მე ყოველთვის ანუ თბილისში მაგალითად არის ეს ძველი ქარხნების და მიტოვებული ტერიტორიების ადგილას ამოვიდა ახალი ტენდენცია, რომ არის ფაბრიკა, სტამბა, სხვა ისეთი სივრცეები, სადაც კულტურულიც არის, საზოგადოებრივი ჰოსტელებიც არის, ან ბიზნესიც არის, საზოგადოებაც არის და რაღაც კულტურული ღონისძიებების ტარდება. და ყველა ხეირობს, ხო, ასე ვთქვათ, თავშეყრის ადგილი არის. ჩემს ქუთაისში ეგეთი ადგილი გვაქვს, არ ვიცი, არ არის. მე მგონი ცდელობა იყო, რომ იქ ხა ისაც არის, ხო, ბიკენტია საკაბავისთან გვერდზე ის პატარა სივრცე, მაგრამ იქ ვერ ვთხოვდი, რომ ისეთი ადგილი აქვს, სადაც გარეთ დავждენ, სულ ანუ როგორც ფაბრიკა ესეთი არ არის. ხო და ისე თქვა მინდა ელემენტარულად ახლა ნახე ის სამოქალაქო აქტივისტი იყო მიშიკო მომბლაძემ დადო ის გენი აი ChatGPT-ს ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა თუ როგორ შეიძლება ეს სივრცე გადაკეთდეს. ხო და ეს რო ნახოთ, ხო აი არ ვიცი რა ძალიან მომეწონა, ჩემთანაც გავაზიარე, როგორ შეიძლება ამ სივრცეს გამოყენება, რომ აქაც იყოს თუნდაც რაღაც ნაწილში იყოს ჰოსტელები, ბიზნესის წარმოდგენილი, მუზეუმი გაკეთდეს, რაღაცა თავშეყრის ადგილი და ქალაქ შეემატოს რაღაც ახალი საზოგადოებრივი კულტურული სივრცე, სადაც ბიზნესიც იქნება. ხო და ახლა კიდევ უფრო წავიდეთ, ხო? რატომ არის ეს პრობლემური საკითხი? ნახეთ ახლა რა საკეთებენ, სრულად ანგრევენ. ხა მაგალითად მე მახსოვს, აი ეს წინაკედელი ხო არის ფასადი. ხა მე მახსოვს ერთი რაღაცა, აი ყოველთვის მახსოვრება
ტალინში იყო ეს ძველი უბანი რაც იყო ეს გალავანი ხო ეს დატოვეს ხელუხლებელი ავტომობილის ვერ შედის. ხო და აქეთ რაც არის ეს ძველი სახლები და რაღაცეები ხო ამას რესტორაცია ხო გააკეთეს. ზოგიერთი მაგალითად თავკაცეს რომ ფასადი შეუნარჩუნეს და შიგნით გაარემონტეს ხო? ხო და იქით რაღაც სივრცე იყო სადაც გააკეთეს ბიზნეს პატარა ტერიტორიას გააკეთეს ბიზნეს ცენტრი. და სათამჟენები გააკეთეს და იქ იყო ერთი ესეთი მიტოვებული რაღაც შენობები რა ეს ორსართულიანი სახლები. ხო და ნახეთ ხა პირველად ნახეთ ცხოვრებაში ესეთი რაღაცა. ეს ორი სართული იყო დატოვებული და იმის უკან ესე იზრდებოდა შუშებიანი სათამჯენი რა. ხო და როცა ქუჩაში სეირნობდი, განცდა ქონდა რომ თითქოს და ხარ იმ ძველი მასში ეს რესტავრირება, ფასადის რესტავრირება მოახერხეს. მაგრამ თუ აიხედავდი დაენახავდი, მე დაენახავდი რა. როგორც მოქალაქეს ან ეს ისტორიას წინ ეს ყველაფერი შეინარჩუნეს ხედი. მაგრამ ბიზნესზე გამოიყენეს. ახლა ის თქმა მინდა ამ შემთხვევაში ხო ერთი ხო ის არის რომ ამას მთლიანად ანგრევენ. ფასადი მაინც შეინარჩუნეს სიტყვაზე რა. და მეორე ის არის რომ ბაზრის ფასი რო დაიანგარიშეს გამოდის 150 ლარი კვადრატულ მეტრზე. და ეს არის 4-ჯერ ნაკლები ბაზრის ფასზე. რაც მიუთითებს რაზეებში მაგალითად. ეხლა ვიტყვი მაგას და დავამბობ ანუ ისის ქუთაისის ბიუჯეტს დარჩა 35%. დანარჩენი წავიდა ცენტრალურ ბიუჯეტში. და მიუთითებს იმაზე, რომ რა ვიცი, შეიძლება ინვესტორი ვერ გამოჩნდა რაღაც ეტაპზე, მაგრამ მაგაში ჩვენ ვიყარება, მაგრამ მეორე ის არის, რომ რა ვიცი, ალბათ რაღაც კავშირებზე. შმაკი, თქვენთან ამოვიკითხე მგონი ეს კომენტარი, რომ საბჭოთა კავშირის და იმ დროის არაფერი არ გინდათ და რატომ აღშფოთით ასე. საბჭოთა კავშირის დროით წავიკითხე, მგონი და თქვენი პასუხიც იყო იქ. კი ბატონო, ამ ვიდეოს კი, ამ გუბერსკის ციხესთან დაკავშირებით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხა ნახეთ გუბერსკის ციხე ერთიც არის ის, რომ არ არის საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული, ხო, ერთი. თუნდაც რუსეთის იმპერიის იყოს, მე არ მინდა სიტყვაზე ისეთი სიმბოლოების გაკეთება და იმ შინაარსის მიცემა, რომელიც სიტყვაზე საზოგადოებას იდეოლოგიის დონეზე და რაღაც წმენების დონეზე, ასე ვთქვათ, მიაქანებს რაღაც ნოსტალგიაში, ხო? ანუ რო ჩვენ საბჭოთა კავშირი აღვადგინოთ. ანუ რუსეთი, ანუ გუბერნია გავხდეთ. ანუ ეს აი მარტივად რო შეხედოთ ახლა ნახეთ აღმოსავლეთ ევროპაში, იქ ან თუნდაც ესტონეთი იქნება ბალტიისპირეთში ან აღმოსავლეთ გერმანიაში, ხო? ანუ იქ ეს შენობები, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები, ანუ იმათმა სულ სხვა შინაარსი მიიღეს, მაგრამ როგორც ახლა ისტორიის ნაწილს, ეთქვაზე როგორც ანუ თუ არქიტექტურა, პოსტმოდერნია, ანუ ეს მოდერნის, ხო, შენ მიმართულებას, ხო, რაღაც კონკრეტული რაღაც ეპოქის მიმართულებას, ანუ ამ შენობებს ახლა ტოვებენ. სიტყვაზე რა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც ახლა ტალინში მაგალითად არის გააკეთეს ძალიან ხარისხიანად მეტრო კი არა და ტრამვაი. და არის სამი ვიზუალის. ამ თვითონ ეს ძრავად ეს ყველაფერი არის ერთი, მაგრამ ზემოდან არის სამი, ერთი არის როცა დამოუკიდებელი იყო ესტონეთი 30-იან და 40-იან წლებში, 30-იან წლებში, მეორე არის საბჭოთა ეპოქის ვიზუალის და მესამე არის თანამედროვე. და რო შედიხარ, ხო, ანუ შიგნითაც ეს ყველაფერი არის იმ ეპოქის დიზაინი, ინტერიერი ყველაფერი გაკეთებული რა. ხო, ამას გულს ახლა მაგალითად ჩვენ თუ იმას დავიცეთ ლაპარაკს, რომ აქ იყო დაუშვათ როგორი იმართებიც, ახლა აი გორის ცენტრში დავაბრუნოთ სტალინი და სტალინი იყო დიდი, ასე ვთქვათ, დიდი ბელადი და აღვადგინოს საბჭოთა კავშირი. რა თქმა უნდა, ეს ამის წინააღმდეგი ვიქნები. იმიტომ რომ ეს ის კი არ არის, რომ რაღაცა შენ სტალინის სახლ-მუზეუმს ტოვებ როგორც ისტორიის ნაწილს. ეს არის ის, რომ შენ გააქვს კონკრეტულად ნოსტალგია იმისა, რომ საქართველოს დაკარგოს დამოუკიდებლობა და იყოს რაღაცა სხვა ქვეყნის ნაწილი. ამ შემთხვევაში მოსკოვთან ახლოს, ხო? ამიტომაც ახლა მე ამას გავიძახი, რომ გუბერნსკი ციხე აღვადგინოთ ისე, რომ როგორ გვენატრება რუსეთის იმპერია და როგორ გვინდა რომ ამ ციხეში ვიждდეთ. ანუ ამას კი არ ვიძახით. ანუ საუბრობთ იმაზე, რომ ეს არის დიდი სივრცე, არ გვინდა იყოს ეს ბეტონის ქალაქი, ქუთაისს აქვს იმის ფუფუნება, რომ შემორჩენილი აქვს ყველა ეპოქიდან რაღაც შენობა ნაგებობები და გვინდა რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად შენარჩუნდეს. ამაზეა საუბარი. შმაკი, შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა თუ შეიძლება და დაგემშვიდობებით დროებით. რა შეგიძლიათ მიგვითხრა ისეთი? კარგი. კარგი. რა ვიცი, მაინც ახლა მე პოზიტიურად იმიტომ ვთქვი, რომ თავიდან განწყობაზე და ამაზე, რომ ადამიანის ბუნება მაინც რასა უნდა იყოს, არის ორიენტირებული თავისუფლებაზე, განათლებაზე, განვითარებაზე და რაღაც უკეთეს. ახლა არავის არ თავის ბავშვს არ დავაკვირდეთ, რომ არავის არ მოწონს, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებს, ხო? აქედან გამომდინარე, ხა მე რო ვაკვირდები მსოფლიოში და ახლა თუნდაც ევროპა როგორ იქცევა, რომ როგორ ცდილობს, ანუ იმას კი არ აკეთებს, მაგალითად, რომ ახლა ჩვენც გავხდებით ესეთი როგორიც არის დაუშვათ ამ მსოფლიოში ჩავებმებით ამ ყველაფერში და რაღაც ამ ცდილობენ, რომ ალტერნატიული გზები იპოვონ,
რაღაცა ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში ცდილობენ რომ ეს დააშაშმინონ ამერიკის პრეზიდენტი რაღაცნაირად. ანუ იმის თქვა მინდა რომ საბოლოო ჯამში მაქვს მაინც იმის პოზიტიური განცდა, რომ რაღაცნაირად ჩვენს რეგიონშიც და მსოფლიოში პროცესები მაინც წარიმართება, ასე ვთქვათ, გადავლახავთ რა ამას რაღაც რუბიკონს, იმიტომ რომ ახლა 35 წლის წინ, რა ვიცი, ბერლინში იყო რუსეთის ჯარისკაცი და ახლა კიევში არ არიან და რა ვიცი, არც თბილისში არ არიან და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც სოხუმში და არც ხმელაში არ იქნებიან და ჩვენი რეგიონიც განთავისუფლდება, ადამიანის თავისუფლად იგრძნობს თავს და მეტი დოვლად იქნება ჩვენს ოჯახებში. დაი. ასე იყოს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ბედნიერ დღეს გისურვებთ, დროებით დაგემშვიდობები. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი ნახვამდის. ჭმაგი სამხარაძეს მასპინძლობდი, რამდენიმე წუთით შევისვენოთ და ისევ დაუბრუნდები სტუმართან ერთად, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.